რამდენიმე წუთში ჩვენ შეკითხვებს უკვე ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი გასცემს პასუხს და ეს იქნება პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც თელავიდან ჩაგვერთვება. ირაკლი სესიაშვილი არის თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი. მანამდე კი მე სტუდიაში გადავდივარ მურმან დუმბაძესთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი. აჭარაზე საუბრობდა დღეს ბიძინა ივანიშვილი და პირობითად გამოშვებას დავარქვი აჭარული შოუ, პირველი შოუ, სადაც იგი წარმოჩინდა როგორც ამარჩევნებზე ოცნების მთავარი ფალავანი. რა შეფასებას მისცემთ მის განცხადებებს აჭარაზე, ბატონო მურმანი? საერთოდ ადამიანმა მიცემული პირობა უნდა შეასრულო. როცა ერთ-ერთი ბოლოყრილობა ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა დატოვა, ეს არის 2013 წლის ნოემბრის თვე. თქვა რომ მე პოლიტიკური პარტიიდანაც გავდივარ, ეს არ არის პარტიის წევრი. ეხლა რა სტატუსით, რა ლიდერობით, რა ფორმალობით ველაპარაკება დღეს, ეს არის ასახსნელი, თუმცა ერთი რამ აშკარაა, რომ ქართულ ოცნებას უჭირს და ქართული ოცნება ამბობს, მე და ბიძინა ივანიშვილს ვინ მოგვიგებთ. აი ეს არის მთელი არსი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისა. ვინ მოუგებთ? როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოდის და ამბობს, რომ მას აქვს იმის გარანტია, რომ ოცნება მოვა სრული უმრავლესობით, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოში. ჩვენ არ ვიწყებთ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას საქმიანობას არც 2012 წლის 1 ოქტომბრის ჩვენ არა ვართ უბადური ხალხი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილზე ძლიერი პოლიტიკოსები დაგვიმარცხებია ოპოზიციას, თანამიმდევრულ ხალხს, ადამიანებს, რომელსაც პოლიტიკაში რაღაცა გაგვიკეთებია, საზოგადოებასთან ურთიერთობით, მოსახლეობასთან ურთიერთობით, საარჩევნო ყუთებთან, საარჩევნო ბიულეტენით და მე გარწმუნებთ, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაამარცხება. ვინ გეგულებოდა ბიძინა ივანიშვილზე უფრო ძლიერი პოლიტიკოსებიო და გვიმარცხებიო და ვის გულისხმობთ? აი მაგალითად გონია, რომ პოლიტიკაში ძალიან გამობრძმედილი ადამიანი იყო ედვარდ შევარდნაძე. ძალიან გამობრძმედილი ადამიანი იყო ასლან აბაშიძე. ძალიან გამობრძმედილი ადამიანი იყო მიხეილ სააკაშვილი. ესენი პოლიტიკოსები არიან. ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არის საკითხის მეორე მხარე. ბიძინა ივანიშვილი ვერ შედგა უნდა პოლიტიკოსობა. არავინ არ უშლიდა ერთი უფლებამოსილების ვადით ის აირჩია ქართულმა ხალხმა პრემიერად და მიყოლოდა ამ საქმეს ბოლომდე და ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი. ალბათონი ისეთი გზნობიარე საკითხი წამოწიეთ, რომ პოლიტიკოსები სატელევიზიო განაცხადებს აკეთებენ, რომ ჩემი აზრი აინტერესებთ იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც ბურჭულაძის ამაზე რა თქმა უნდა კითხვა უნდა დაგისვათ, იმიტომ რომ ეს იყო თემა, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანში გაოგნებაც შეიძლება გამოიწვია, რაც ნიშნავდა დაუშვათ განცხადება აჭარლები უნდა იყვნენ თანამდებობაზე და არა ადგილობრივები. ამაზე მე დაგისვათ, რა თქმა უნდა კითხვას ისე აქედან ვერ გაჩვენე. მაშინ კი გავაგრძელოთ ისე. ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება. თავარი შეცდომა ბიძინა ივანიშვილის თავარი შეცდომა. რატომ წუხს ბიძინა ივანიშვილი, რატომ მიდის სტუდიებში, რატო აძლევს ინტერვიუს, იმიტომ რომ ის ძნობს, ის ხდება არ არის მარტივი ადამიანი, ბუნებრივია მას რაღაცა გაუკეთებია ცხოვრებაში და ბუნებრივია კიდევ გააკეთებს, ღმერთმა ბევრი მისცეს, არა ვარ მე შალვა ნათელაშვილი, რომ უთხრა რომ ახლა მოვალ ხელისუფლებაში და მილიარდებს აგართვევ, ან მილიარდერი არ უნდა იყოს პოლიტიკაში. პირიქით მგონია რომ ბევრი მილიარდერი და ბევრი მდიდარი ადამიანი იყოს პოლიტიკაში, დახარჯოს ფული და საზოგადოებამ გააკეთოს არჩევანი. მაგალითად ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა არის ის, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი მოიგო ერთმა ძალამ და დაიწყო მეორე ძალით მართვა. ანუ მისი სტილი, როგორც ჩანს, ბიზნესიდან გამომუშავებული სტილი, რომ გვერდით ამოიყენოს არა პრინციპული, არა თანამიმდევრული, არა აქტიური ლიდერები, არამედ ამოიყენოს გვერდით ადამიანები, რომლებიც არც ისე გამორჩევიან ამ საქმიანობით და როცა თქვენ ახსენეთ 70%-ით 2012 წლის 1 ოქტომბერს დავამარცხეთ ნაციონალურ მოძრაობას. მე ვეკითხები ბატონ ბიძინას, იმ 70%-ში მე ვიყავი თუ არა? ხო ვიყავი. ბატონი ბიძინა იყო, ბატონი ბიძინაც ხო იყო იმ 70%-ში, მაგრამ მე არ მოგონდება იყო თუ არა ბატონო ბიძინას დღევანდელი მეგობარი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც არის ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. მე არ მოგონდება იმ 70%-ში მოხრან ვახტანგაძე, რომელიც არის მარბიელი. ამას მეგეუბნებით საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არც ერთი მიტინგი მოყოლებული 1990 წლიდან არ გამომიტოვებია და ამ მიტინგში მონაწილე კი არ ყოფილიყავი. ამ მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი. ის არბევდა ასლან აბაშიძის დროს, ის არბევდა სააკაშვილის დროს, ის დაარბევს ივანიშვილის დროს. ამიტომ ამოიყენა გვერდით. მე ეხლა სესიაშვილი რა ხან ახსენეთ, მე მინდა სესიაშვილიც მიმართო. ასეთი ახლო დეიდაშვილი თუ იყო ვახტანგ წულაძე თქვენი, რომელიც დღეს ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ქალბატონო იგა, მე მას თელი გულწრფელობით გეუბნებით, თელი სინდით და ღირსებით გეუბნებით, არ გატყუებთ, გადაამოწმეთ მოქალაქეთან. 240 შეხვედრა ჩავატარე 2012 წლის 1 ოქტომბერს. 240 შეხვედრა, რა თქმა უნდა, ჩემი ორგანიზებით არა იქ, მთელი
ჯგუფი მუშაობდა 240 შეხვედრიდან მე არ მაგონდება არც ერთი შემთხვევა ერთის გარდა როცა მოქალაქეება რაღაც სერიოზული წინააღმდეგობა გამიწიეს იმიტომ რომ ეთყობა გარკვეული ავტორიტეტიც იყო და იყო გარკვეული კონფლიქტი ერთადერთი ადამიანი რომელმაც მოვიდა და გამლანძღა და შეაგინა ბიძინა ივანიშვილს ეს იყო ვახტანგ წულაძე რომელიც დღეს არის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ირაკლი სესიაშვილის დეიდაშვილი ეს არის ირაკლი სესიაშვილის დეიდაშვილი და მურმან ზუმბაძის დეპოტიზმზე რომ ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდა აი ეხლა მითხრას რატო ნიშნავს ვახტანგ წულაძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში კი ვერ გახდება გამორიცხულია ვახტანგ მუხრა ვახტანგაძე რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გახდეს გამორიცხულია ასე არ გამოთაყვანებულა საზოგადოება რომ ბიძინა ივანიშვილის ჩაწოდებულს თავი შეუშიროს გამორიცხულია რომ წულაძე გახდეს და ბევრი სხვებიც რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იყვნენ ჩვენი მოწინააღმდეგები მე არ ვამბობ რომ ეს ადამიანები უნდა დავჭაგროთ ეს ადამიანები უნდა გადავასახლოთ ოდესაში ეს ადამიანები უნდა დავიჭიროთ არა მაგრამ რახან ხელისუფლება შეიცვალა ახალმა ხელისუფლებამ უნდა მართოს ქვეყანა ეს არის წესი მოვიდა ქართული ოცნება თქვენით და არა მარტო ჩემით 2006 არა თქვენში მარტო თქვენ არ 70% მოვიდა 70% და დღეს ქართული ოცნების გუნდს აჭარაში მაგალითად იგივე აჭარაში საიდანაც დღეს გამოჩნდა პირველად ბიძინა ივანიშვილი უკვე ყოფილი ნაციონალური მოძრაობა გახდა მისი გუნდი მისი მოკავშირე მისი მაჟორიტარები მისი გუნდის წევრები და აი იმით ველაპარაკობთ ამიტომ ვერ დაუჯერებ იცით რას ამბობს თქვენზე? აი როცა თქვენ ამბობთ რომ ჩვენ გავამარჯვებინეთ ყველა მერთათო იმ 70%-მა ქართულ ოცნებასო ის როცა დღეს მას დაუსვეს შეკითხვა კოალიცია რატო დაიშალა ანუ დაშლილ თემაზე და კონკრეტულად იგივე აჭარაში თქვენს გასვლაზე მედიავასაძის გასვლაზე და ასე შემდეგ ოპოზიციაში იგი საუბრობს ამაზე რომ ისინი კომიკურად მოიქცნენ პასუხს მიიღებენ და უნდა მიიღონ კიდეც ქართული საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მეც დიდხანს უნდა ვიცოცხლო და პოლიტიკაში ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მოუგებ სანაძლეოს დავდებ რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენ დავამარცხეთ დღეს მე ვარ ერთადერთი პარლამენტარი რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ეს არის უკვე წელზე მეტია გასული დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ქართული პოლიტიკის პრობლემა ეს კაცი პოლიტიკას უნდა მოვაშოროს იმიტომ რომ აი რასტილითაც მართავს ნახეთ რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი თქვენ იმ 70%-ს თქვენით აიღებდით ვერ ავიღებდით მაგრამ მე ხო არ მივედი ბიძინა ივანიშვილთან ისიც მოვიდა ჩვენთან ერთმანეთს ხელი ჩავჭიდეთ გავერთიანდით და მოუგეთ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას მაგრამ ეხლა 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე გონება შეიცვალო და თქვა რომ იცი ჩემზე მაგარი არავინ არაა და დანარჩენი ნულები ხართ ასე არ არის ჩვენი წილიც არის ჩადებული 2012 წლის 1 ოქტომბერში და უნდა გითხრათ რომ ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრის ტრაბახობს და მე შემიძლია ვიტრაბახო 2004 წლის 6 მაისით 1991 წლებით 96 წლებით ბიძინა ივანიშვილი ფულს რო ითვლიდა მაშინაც შემიძლია ვიტრაბახო და პოლიტიკაში ვიყავი მე გარწმუნებთ რომ ბიძინა ივანიშვილი ამ დიდ პოლიტიკაში დამარცხდება ამ წესით დამარცხდება თუ დაუჯერებს ჩემნაირ ადამიანებს და არა ვახტანგაძისნაირ ადამიანებს ბევრჯერ ვახსენე ეს გვარი მაშინ მას პერსპექტივები აქვს პოლიტიკაში გამორიცხულია მე ირაკლი სესიაშვილს აუცილებლად ვკითხავ რატომ შეიცვალა ოცნების გუნდი ყოფილი ნაციონალები და რატომ გადიან ისინი ამ არჩევნებზე დღეს ამ ხალხით ერთი კითხვა მინდა დაგისვა და შემდეგ აჭარლების თემაზე და უკვე უნდა გადავიდე ირაკლი სესიაშვილთან ბატონო მურმა როდესაც თქვენ ამბობთ რომ წააგებს ბიძინა ივანიშვილი ამას გულისხმობთ საპარლამენტო არჩევნებს თუ გულისხმობთ ზოგადად ქვეყნის მასშტაბით უმრავლესობას ვერ აიღებს იგი ამბობს რომ 15% თუ 15 დეპუტატი იქნება საშუალოდ პლუს მინუსი თქვა აჭარაში ადგილობრივ დონეზე უმაღლეს საბჭოში ხოლო 100 დეპუტატი ნუ მინიმუმ 90 საქართველოს პარლამენტში ოცნება ცდება მე მინახავს ძალიან დიდი ფეხბურთელი პენალტს რო უთამს და გარანტია გგონია რომ გულს გაიტანს მაგრამ აუცილებია ცდება ბიძინა ივანიშვილი ცდება მოსახლეობასთან არ დადის მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ აქვს მე დავდივარ მოსახლეობასთან ჩვენ დავდივართ მოსახლეობასთან ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ვიცით განწყობები საზოგადოებაში რაც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის ეს ხმა ბუნებრივია მან უნდა მიიღოს მაგრამ ნუ გაბედავს კორცხელს აი რაში ვედავები აი ისე აბა ბატონო ბიძინა მე დამიჯდეს და მე დებატოს მე ვეკითხები თუ თქვენ პოლიტიკური ლიდერი ხართ და პასუხისმგებლობას იღებთ ამ ქვეყანაზე და პოლიტიკის წარმოებაზე პასუხისმგებლობას იღებთ კორცხელაში მონაწილე ინციდენტში მონაწილე მარბიელი თუ დაისაჯა აი მაჩვენეთ ვინ არის დაშლილი აღიძრა მასე საქმე რაიმე მოკვლევა ჩატარდა ვინ გააგზავნა ეს კაცი ვინ დააკვალიანა ფული ვინ მისცა რატო ხელი გაარტყეს ჩვენ ხომ
საკურცხელებში ვართ გაზრდილი და ვიცით ეს საქმე როგორ კეთდება. ეს იგეგმება ცენტრალურ ოფისებში, შემდეგ ამ ხალხს მოიყვანებენ, შემდეგ ამას მოლოდინი რო აჭარაში რა თქმა უნდა, მე მაქვს მოლოდინი, ბიძინა ივანიშვილი ისეთ განცხადა, მე მაქვს მოლოდინი ყუთების გატაცების, მე მაქვს მოლოდინი არჩევნების დარბევის, მე მაქვს მოლოდინი არჩევნების კარუსელების, მე მაქვს მოლოდინი არჩევნების გაყალბების, ყველაფრის მოლოდინი მაქვს ამ ხელისუფლებასთან, ამ ხელისუფლების პირობებში, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები დააღენა და მოიყენა მის გვერდით, რომ ადამიანები ქმნიან პოლიტიკას. ბატონ მურმან, ორი კითხვა მაქვს კიდევ თქვენთან. პირველი, უნდა მითხრათ პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე თქვენი რეაქცია როგორი იყო, როდესაც აქცენტირება მოხდა აჭარლებზე და მეორე ქობულეთსა და ჩერნოვეცკის თემაზე უნდა დაგისვათ, კითხვა და უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ დროში გავიჩენდებით. ძალიან დიდი მადლობა, მოდი ჩერნოვეცკით გიპასუხებ და იმას გავაგზავნებ. აი, იგივე ჩერნოვეცკის მაგალითი. განსხვავებით ნათელაშვილისგან. პირიქით, ჩვენი ამოცანა იყო არის რომ შემოვიდეს პოლიტიკაში. რატო? იმიტომ რომ ბევრი ფულია აქვს. დახარჯოს ეს ფული. დაგახარჯოთ თქვენ? არა, მე რატომ უნდა დამახარჯოს? საზოგადოებას უნდა დაახარჯოს, საქართველოს სახელმწიფოს უნდა დაახარჯოს. არა, მარტო ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაახარჯოს. მან უნდა დაანგრიოს საღდრისი, მან უნდა ააშენოს საღდრისი, მან უნდა ააშენოს სპორტზალა, მან უნდა გადასცეს სახელმწიფოს საჩუქარი, მან უნდა იყოს ინვესტორი, სხვა ინვესტორი ვერ მოასაღასი არ იქნება. მას ეყოლება კონკურენტები და იქნება ძალიან ბევრი კონკურენტი. ბიძინა ივანიშვილის თავარი დაპირება. მე ისეთ დემოკრატიას დავტოვებ, რომ ევროპასაც გაუკვირდება. გახსოვთ ეს დაპირება? შესრულდა? აბა რატო აღარ არის ჩერნოვეცკი დღეს პოლიტიკაში? მან ხო დაანონსა, რომ მურმან დუმბაძე, იმიტომ აღარ არის, რომ შეეშინდა მურმან დუმბაძისა და ჩერნოვეცკის ალიანსი შეეშინდა. მე გადავდეთ ეს იქნება ჩერნოვეცკის მიღმა. თუ ეს იქნება ნებისმიერ ადამიანთან, ჩვენი ამოცანა არის, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვაშოროთ. ბატონ მურმან, დრო ფაქტიურად აღარ მაქვს. ჩერნოვეცკი გააჩერა ივანიშვილმა. რა თქმა უნდა, ჩემთან შეხვედრის შემდეგ ის ხდება ჩერნოვეცკის და ჩერნოვეცკი უარს ამბობს პოლიტიკაზე. თუმცა დღეს დამოუკიდებელი მაჟორიტარია და ამის შესახებაც მაქვს ინფორმაცია. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ინიციირება, რომ ის გახდეს დამოუკიდებელი მაჟორიტარი, იმიტომ რომ ქობულეთში ძალიან სუსტი კანდიდატი ხავთ, პირდაპირ გეტყვით, ის გასინჯულია მოაგებინებს ივანიშვილი ჩერნოვეცკის. სექტემბრის 20, 25, 30 რიცხვისთვის ერთ-ერთი მოხსნის, ერთ-ერთი სასარგებლოდ. ეს ჭირდება ხმების მანიპულაციისათვის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის. რა შეეხება ბურჭულაძის განცხადებას და აქცენტებს აჭარლობაზე, ამაზე ერთი წუთი გვაქვს და უნდა დავასრულოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ცუდი განცხადება, ცუდი ტონია. საერთოდ უადგილოა, როცა მაჟორიტარების წარდგენა ხდება, მაგრამ ნიუტონის კანონის შეცვლა არის შეუძლებელი ქმედებას, ახლავს უკვე ქმედება. როცა ცენტრი, აი, რასაც ლევან ვარშალოვიძე ამბობს, როცა ცენტრალურ ოფისებში წყდება, ვინ უნდა იყოს ქალაქის მერი, როცა ცენტრალურ ოფისებში წყდება, ვინ უნდა იყოს უშუალების უფროსი, ცენტრალურ ოფისში წყდება, უკანონოდ როგორ უნდა დაინიშნოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უკანონოდ როგორ უნდა დაინიშნოს საკრებულოს თავმჯდომარე, ბუნებრივია ვიღაცა ასეთ შეკითხვას დასვამს და ამას პასუხის გაცემა სჭირდება და პასუხის გაცემის ერთადერთი უებარი წამალი ეს არის კონკურენცია. მაგ ცოტა სხვა კონტექსტი უფრო მაგალებს ვიდრე აჭარელი არა. როცა აჭარა ბურჭულაძე ვერ შემოვიდა პოლიტიკაში, ვერ გახდა როგორც ჩანს პოლიტიკაში და პოლიტიკოსი და ჩვენ უნდა მოგვიგდოს ყური იმ ადამიანებს, რომლებსაც ცოტა მეტი ვიცით მასზე და აი ასეთი ფარატინა ხახალზე დაწერილი ტექსტები არ უნდა იკითხებოდეს. მან თქვა აჭარა განიხილა აფხაზეთისა და ოსეთის კონტექსტში და თუ აი მიმართავ თქვენი ტელევიზიით აჭარის მოსახლებას, საქართველოს აჭარულ ნაწილს მოსახლეობისა მიმიშვით ხელისუფლებაში და ამ ხახალდის ავტონომიას გაგიუქმებთ და ასეთი შეკითხვები აღარ დაისმება ერთხელ და სამუდამოდ. მადლობა. მე მინდა ბატონ მურმან წარმატება გისურვოთ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. აჭარა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი 2016-ის არჩევნებზე. წარმატება თქვენ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მაშასე მურმან დუმბაძემ დაუტოვა კითხვა ჩვენ შემდეგ სტუმარს, რომელიც არის ქართული ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, ეს იქნება ირაკლი სესიაშვილი. რეკლამის შემდეგ ვახტანგ წულაძე, ირაკლი სესიაშვილის დეიდაშვილი, ამბობდა ბატონი მურმანი, რომელიც იყო ყოფილი ნაციონალი, რომელიც არბევდა, უკაცრავად ლანძღავდა და აგინებდა ბიძინა ივანიშვილს. დღეს რა ნიშნით აღმოჩნდა ქართულ ოცნებაშიო? მე ამ შეკითხვას აუცილებლად დაუსვავ ირაკლი სესიაშვილს, იგი თელავიდან გვერდება. რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში ირაკლი სესიაშვილი თელავის მაჟორიტარობის კანდიდატია ოცნებიდან.